სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ადრეც დაისვა, მე მგონი, ვინც ჩვენ მოყვება და ბატონმა ჯონმა უპასუხო, მაგრამ ეხლა კიდე ამ კითხვაზე, ამიტომ არის კარგი გამეორება, რომ შეიძლება უკვე სხვადასხვანაირად კიდე უფრო მეტი ინფორმაცია მოგვეწოდოს, ხო? საუბარია ბიბლიის სწორ, უფრო გამართულ ვერსიაზე. და არის ბიბლიის ბევრი ვერსიები ინგლისურში განსაკუთრებით. ქართულშიც გვაქვს ჩვენ ახლა უკვე ვერსიები, რომლების განსხვავება ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ხო, რა განსხვავებებია, რატომ არის ერთის მეორეზე უპირატესობა, თვით ძველ ქართულშიც, რომელიც არის მცხეთური ხელნაწერები და ოდიშის ოთხთავი. ძველი ათქვის არის მარტო ნაწილი და ოთხთავის უკვე არის რამოდენიმე ძველ იმაში. და იქაც არის იმ ძველ აღთქმებშიც განსხვავება მე რო ვნახე. მაგრამ განსაკუთრებით ხა 2015 წლის ბოლო რომ არის ეს თარგმანი, ხო, ამერიკული იმიდან იყო ეს პროექტი შემუშავებული, იქ არის ბევრი კარგი რაღაცა ინფორმაციული თვალსაზრისით გამდიდრებულია სტრონგის განმარტებითი ლექსიკონი, ასევე კომენტარებით ბიბლია პირველად მოხდა ესა, ხო გითხარით ეს ამერიკის და ამერიკელების დამსახურება ალბათ. და იქიდანაც მოხდა დაფინანსება, თქვენ შეგიძლიათ ეს შეიძინოთ, როგორც მე ბევრს ვეუბნები ხოლმე, ეს პროტესტანტული 50-იანების ეკლესიაში, ეს მათი ეს იყო რაღაც ექსკლუზიურად მათი მიერ განხორციელებული, მათ მიაღწიეს ამას, თარგმნობითი ჯგუფი შეიქმნა და ალბათ ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაც შეეცადნენ რამოდენიმე ადამიანი იყო ჩართული. და არის ბევრი ხარვესები. მე მახსოვს, როცა ვიყიდე ბიბლია, ტექნიკური ხარვესები არის, თარგმნითი ხარვესები არის და მე მახსოვს ერთი ბიბლიის ერთი ყუთი რო შევიძინე, გამომატანეს ასევე პატარა ესე ვთქვათ, პლასტიკური მებში ჩასმული შესწორებები, რომ დამეკრა იმ შესწორებებზე, სადაც ესენი უნდა მომეძებნა. ესეც მახსოვს მე, ასე რომ ძალიან კარგი არის იმ თვალსაზრისით, რომ არის ძალიან ბევრი ინფორმაციები, ასევე სკოლიო, ასევე ჰარმონია ბიბლიური და სიტყვათა განმარტები, მაგრამ თარგმნობით თვალსაზრისით მე რაც ვიცი და ეს ქალბატონმა მარიკამ, ხო, ბატონ თეოფილეს მეუღლემ, უფრო კიდე გაასწორა ჩასწორებები ქალბატონმა ლიკამაც, რომელიც ხელმძღვანელობდა მეგობრი, უფრო საპატრიარქოსი, ისიც ცდილობდა ხოლმე გაესწორებინა, გაემართა. და გამართული ყოფილიყო. არანაირად არ არის კარგი და საერთოდ უნდა მოერიდოთ იეღოველების, რომელმაც თარგმნის ასევე ქართული ბიბლია, მიუღებელი კატეგორიულად და იმ ვებგვერდზე ონლაინზე იქიდანაც ამოღებული იქნა და სტორი გააკეთა ბატონმა დავით ბერიძემ, ეგრო აღარ დატოვა იქ და ამოიღო. რომ არ შეიძლება მაგათ ადგილი ქონდეს ჩვეულებრივ ბიბლიათან. დამაბნეველია და სულის წარს აწყმენდელი მე თუ მკითხავთ. ესეთი დამახინჯებაა და დანარჩენი, რაც იქ არის შეტანილი სტოკგოლმის 2013-ის, ასევე შემდეგი თარგმნები, ხო, ყველა გამართულია შედარებით, რომ ძირითადი საკითხები ყველა კარგად იყოს შესწავლილი. ეს რაც შეეხება ქართულებს და თქვენ შეგიძლიათ გადაართოთ. რუსულებიც უკვე მომრავლდა ბევრი, მაგრამ სინოდიალური რჩება ყველაზე ავტორიტეტულად და რაც შეეხება ინგლისურში, ახლა მოусმინოთ, აბა ინგლისურში რა ხდება და ვისაც ინგლისური გაინტერესებთ, რას ამობს ჯონ მაკარტური ამათ შესახებ, ხო? გამარჯობათ, მე მქვია ფილ მაკკოლი და ეს გვარი ალბათ მე იმ წუთში გამახსენდა მაკკოლი, ნილ მაკკოლი, გახსოვთ ალბათ ფილმი, ხო? ქართულად თქვენ გითარგმნიათ შერკინება, ჰიტი არის, ხო? ჰიტი. ორიგინალში ეს ლოს-ანჯელესის ისტორია იყო, სატელევიზიო ფილმი. მან გააკეთეს, ძალიან მომეწონა მე მახსოვს, სანამ ეს ფილმი შედგებოდა და მერე დაარქვეს უკვე იქ ჰიტი, რომელიც უფრო არის დაძაბულობის შეგრძნება. სადაც ადრენალინი და ტემპერატურა იწევს, ხო იცით, ეს უფრო აქედან არის გამოყენებული სიცხე, დაძაბულობა და ქართველებმა სხვატკა, როგორც რუსებმა თარგმნეს, შერკინება გადაუთარგმნა და იქ არის ნილ მაკკოლი. და ეს გვარი არის ამ პიროვნების ფილ მაკკოლი. ჯონ, თქვენ ახსენებთ ხოლმე ხანდახან ერთ ქადაგებაში მოვისმენე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ცხოვრობდით ფლორიდაში, რომ თქვენ ზოგჯერ ბიბლიის როგორღაცა მუხლს გამოტოვებთ ხოლმე ან კონკრეტულ სიტყვას თლიანად, იმიტომ რომ არ არის კარგი სწორი თარგმანი. ეს იყო მე მგონი მათეს 23 თავში, ფიქრობ მე 14 მუხლი იყო, სადაც თქვენ თვით რომ
შეიძლებოდა ამის უკეთესად თარგმნაო და სხვა ხელნაწერებში ის უკეთესად არის მოწოდებულიო. დიახ, მახსოვს ჯონმა თქვა და ჩემი კითხვა, რომელია უკეთესი ხელნაწერებზე დაფუძნებული ბიბლია და როგორ განსაზღვროთ, რომელი ხელნაწერები ჯობია სხვებს. და ჯონ მაკარტური იწყებს. კეთილი ბილ, თქვენ ამაში პირველ რიგში ჩემი რჩევა რომ უნდა ენდოთ სხვა ადამიანებს ამ საკითხში. იმიტომ რომ ეს არის რთული საკითხი. ჩემთვის არ არის რთული გასაგები, მაგრამ მე მეძნელება თუ როგორ გადმოვიტანო და როგორ მოვახდინო თქვენთან ამის შესახებ კომუნიკაცია, რომ გასაგები იყოს. რადგან ეს ძალიან ფართო და რთული თემაა. თქვენ ხელში რა ბიბლია გაქვთ? ესე იგი შესაძლოა თქვენ რომ გქონდეთ Scofield-ის ბიბლია, როგორც მე მაგალითად. და ჩემი სანდოობა მე თრულად ვენდობი ამ ვერსიას. და დაფუძნებულია Scofield-ის ეს შენიშვნებზე და წმინდა წერილებზე. და ეს გააკეთა Moody Press-მა. სტამბამ, ხო? Moody სტამბამ. ზოგიერთ თქვენგან შეიძლება გქონდეს ახალი ამერიკული სტანდარტის ვერსია. ზოგიერთ შეიძლება გქონდეს NIV, New International Version, ახალი ინტერნაციონალური ვერსია. ზოგიერთ შეიძლება გქონდეს ამპლიკაცია. ამპლიკაცია არის გაფართოება და განვრცობა. ესეთი ბიბლიაც არის ამპლიკაციური ბიბლია. Amplified Bible. სადაც სიტყვების და მოვლენების უფრო ფართოდ გადმოცემა არის. არ ვიცი ახლა ზოგიერთს რა ბიბლია გაქვთ, შეიძლება გქონდეთ ძველი საძმო ვერსია, ან დუვი ვერსია, რომელიც თქვენ კათოლიკური თქვენი ეკლესიიდან, თქვენი ტრადიციებიდან გადმოგეცათ, რომელსაც აქვს შუაში აპოკრიფები, ესეთია მართლმადიდებლური ციცით ხომ, საპატრიარქოს გამოცემა. შეიძლება გქონდეთ Living Bible, სიცოცხლის ბიბლია. არამედ ეს შეიძლება არ იყოს ბიბლია, არამედ იყოს ბიბლიის კომენტარები, ან პერიფრაზირება, ესეთი გამოცემაც არის. და იცით რომ არის ყველა სახის ბიბლია. და ზოგიერთ თქვენ გავს აქვს 1901 წლის ამერიკული სტანდარტული. იცით ხომ, მრავალფეროვნება. ახლა ბიბლია რომელიც თქვენ გაქვს, ეს არის ის, რაც თქვენ კულტურაშია. იმიტომ რომ თუ თქვენ წახვალთ ლათინურ ამერიკაში, მათ აქვს ესპანური ბიბლია. ის ორიგინალური ენებიდან ესპანურად ითარგმნა. ევროპაში თუ მოხვდებით, იქ ნახავთ ფრანგულს, გერმანულს, გექნებათ იტალიური. თუ მიდიხართ აღმოსავლეთში, იქ გექნებათ იაპონური, ჩინური, კორეული და ასე შემდეგ გრძელდება. ასე რომ ადამიანები, რომლებიც მოდიან და ამბობენ მეფე იაკობის, ანუ მეფე ჯეიმსის ვერსია, ეს არისო ერთადერთი სწორი ბიბლია, ისინი უბრალოდ არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს არის ინგლისური თარგმანი. მე გულისხმობ იმას, რომ ეს თითქმის გავს რაღაც ჰიტლერის დოქტრინას უზენაესი რასის შესახებ. თითქოს და ჩვენ ყველა დანარჩენ ერებზე რაღაცა უფრო მეტი ჭეშმარიტება გაგვაჩნია და დანარჩენი მსოფლიო კი კოჭლობს, რომ შეიმეცნოს ღმერთის სრული გამოცხადება. ნება მომეცით გაგაცნოთ ერთი რამე. ყველა ბიბლია, რაც ჩვენ გვაქვს, ძირითადად თარგმნილია იმ ენებიდან, რომლებიც მათ ხელნაწერებიდან აიღეს. ძველად თქმაში ბიბლია იცით რომ დაიწერა ებრაულად, გარდა არამეულის რამდენიმე ნაწილისა, რომელიც ასევე ებრაული ტიპის ენაა, ხოლო ახალი აღთქმა მთლიანად ბერძნულად. არა კლასიკური ბერძნულად, როგორც მაგალითად კეისრის გალიური ომებია, არამედ კოინე, ანუ რაღაცა საერთო ბერძნული, common Greek, რაც არის რაღაცა ქუჩის ბერძნული. საყოველთაო, უბრალო ბერძნულ ენაზე. რა უნდა გავაკეთოთ, რომ გავიგოთ ის თუ რას ამბობს სინამდვილეში წმინდა წერილები? ეს არის უძველესი ხელნაწერების შეგროვება.
ეს არის ხომ ძირითადში მეთოდი. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ არ აგვაქვს ორიგინალური ხელნაწერები. შეიძლება ითქვას არც ერთი არ აგვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ორიგინალური ესაიას წიგნი. ჩვენ არ გვაქვს ორიგინალური იოანეს სახარება. ორიგინალური მოციქულთა საქმეები და ორიგინალური რომაელთა წერილი. რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის მხოლოდ ასლები. ჩვენ გვაქვს ასლები ულევად. იმის შემდეგ, რაც წმინდა წერილი დაიდო, ყველამ დაიწყო მისი გადაწერა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იყო ზუსტად შესანიშნავი შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კოპირებასთან ერთად რაღაცის შეცვლა უნდათ. მათ უნდათ რაღაცა იქ ჩაესვათ, რაღაცის აქ ჩასმა. და შეიძლება მწიგნობარმაც დაუშვა შეცდომა. მე გულისხმობ, რომ მე რომ დავჯდა მთელი ძველი აღთქმა გადავწერო, ეს ძალიან რთული სამუშაო იქნება, ასე არ არის? და საქმის გასაიოლებლად ზოგმა ამოიღო ყველა ხმოვანი. ამოიღეს ყველა სასვენ ნიშანი, ყველა აბზაცი, ყველა სივრცე და უბრალოდ დაწერეს თანხმოვნები, დიდი გრძელი სტრიქონებით. ასე რომ ეხლა მეცნიერები უნდა დაბრუნდნენ და ეს არის ძალიან რთული. იცით ხომ? ვინც იცის კარგად ებრაული და უნდა გამოიკვლიონ. მაგრამ მიუხედავად ამისა, იწერებოდა და იწერებოდა ეს ასლები, ხდებოდა გადაწერები. სინამდვილეში მათ თქვეს, რომ ეზრას შეეძლო დაეწერა მთელი ძველი აღთქმა თავისი გონებიდან, მეხსიერებიდან. ეს იყო მწიგნობარი შეცდომების გარეშე. და ბევრი მათგანი დაწერდა მაგალითად 100-ს და ისე ზუსტი იყვნენ, რომ პირდაპირ წერდნენ, მერე რეცხავდნენ კალამს და დაწერდნენ მეორე წელს. რადგან მათ არ უნდათ 100-ს რომ გამოტოვებულიყო. მაგრამ იყვნენ ისეთები, რომლებიც ამაზე შედარებით უფრო უყურადღებობრი იყვნენ. და წლების განმავლობაში ისტორიაში ჩვენ ყავდა მეცნიერები, რომლებიც მუშაობდნენ ამ სფეროში, რომელიც ცნობილია როგორც ეს დაბალი კრიტიკა. სწორედ ამას ეძახდნენ, რომლებმაც შეაგროვეს და შეისწავლეს ამ სხვადასხვა ხელნაწერების ყველა დაჯგუფება, რათა შეედარებინათ და შეეჯერებინათ ისინი ერთმანეთთან. და ისინი ძირითადად ამ ორ ჯგუფად ჩამოყალიბდნენ ხელნაწერებთან მიმართებაში. ერთი ჯგუფი ეს იყო ჩვენი ინგლისური ბიბლია, მეფე ჯეიმსის რომ არის, და დანარჩენი იყო სხვა ბიბლიაზე მომუშავეები. და ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს. მაგრამ ხელნაწერთა ეს ორი ჯგუფი იყოფა ორად, როგორც გითხარით, პირველმა შექმნა მეფე ჯეიმსის ვერსია. და დანარჩენი მეორე ჯგუფი იყო ყველა სხვა თანამედროვე თარგმანები. და იმ მეორე ჯგუფს, რომელმაც შექმნა ყველა თანამედროვე თარგმანი, ისინი სარგებლობდნენ სწავლის 1611 წლიდან მოყოლებული, როდესაც ის გამოვიდა. და როცა ეს მეფე ჯეიმსი გამოვიდა, ამ 300 წლის განმავლობაში ნაპოვნი იქნა ამის შემდეგ კიდე მრავალი სხველი ხელნაწერი, რომელიც ჩვენ ახლა ვიცით. და უკეთესი ხელნაწერები ჰქონდა. რადგან იმ დროს 1611 წელს არ იყო ყველა ეს ხელნაწერი ხელმისაწვდომი. და არ არსებობდა მაგ დროს ეს შედარებების ეს მეცნიერება, ენათმეცნიერება. მაგალითად, თუ თქვენ იპოვით ორ ხელნაწერს, შეიძლება ერთი ართულებდეს რაღაცის გაგებას. მაგალითად, აქლემი უფრო ადვილად გაძრება ნემსიწყუთში, ვიდრე მდიდარი კაცი შევა სამოთხეში. და ამ ხელნაწერთა რაღაც გარკვეული ჯგუფი ამბობს, ძაფისათვის უფრო ადვილია ნემსიწყუთში გაასვლა, ვიდრე მდიდარი, ხედავთ, სამოთხეში. ხედავთ, აქლემს მწიგნობარი ძაფად ცვლის. არდა კარგი მწიგნობარი ძაფს აქლემზე არასოდეს არ გადაცვლის.
ასე რომ დაბალი კრიტიკის ერთ-ერთი კანონი ისაა, რომ თქვენ ყოველთვის იღებთ უფრო რთულ გასაგებს, რადგან ფიქრობთ, რომ ხალხი შეეცდება ამის გაადვილებას და არა გართულებას. ასე რომ არსებობს ბევრი სხვადასხვა პრინციპი, რომლითაც ისინი უდგებოდნენ ამ სწავლებას. და რაც მათ მოიგონეს, ეს იყო ხელნაწერების ორი ოჯახი. მეფე ჯეიმსის დამფუძნებელი იყო 1611 წელს არსებული საუკეთესო ხელნაწერები, მაგრამ ის ახლა ეს მასალა ახალი ამერიკული ვერსიის სტანდარტულის და ახალი ინტერნაციონალური ვერსიის ეს დაფუძნებული უკვე ბოლო ახალ ხელნაწერებზე, რომლებიც უფრო ძველია უნდა გითხრათ, ვიდრე ისინი, რომლითაც მეფე ჯეიმსის წიგნობრები ხელმძღვანელობდნენ. და ჩვენ ვიცით, ჩვენ რაც უფრო უკან ვიხევთ ორიგინალთან, უმეტეს შემთხვევაში ეს უკვე უფრო სუფთა თარგმანია და უფრო სწორი თარგმანია, გამართული, ვიდრე ისინი, რომლებიც დამყარებული იყო უფრო ახალ ხელნაწერებზე. ხო მართალია? ამიტომ დროდადრო ჩვენ ვამბობთ, რომ უკეთესი ხელნაწერები მიუთითებს ამაზე და ამაზე. და უფრო ახლო ხელნაწერებს აქვთ სარგებელი, რაც იყო მაგალითად სხვა კომპლექტში, რაც დაემატა მას ამის შემდეგ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მადლობა გადაუხოდოთ უფალს, რომ არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც მთელ ცხოვრებას მხოლოდ ამ ხელნაწერების კვლევებს ანდომებენ და უფრო და უფრო სწორად ასახავენ ორიგინალურ ასს. და ამაში ფუსფუსებენ. გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ. მე უბრალოდ დავამატებდი, რომ ბატონმა ჯონ მაკარტურმა მისი სემინარის ინიციატივით ეხლა ხან ერთი წელიც აღარ არის დადო ახალი სტანდარტ ლეგასი ბიბლია, სადაც ერთ-ერთი დიდი ცვლილება რაც მოახდინა, ყველა ადგილზე, სადაც უფალი იყო ნახსენები, იახვე ჩასვეს. და ქადაგებაშიც ამ კვირას მე რო უსმენდი, უკვე იახვეს ახსენებენ, სადაც ქრისტეა ქრისტეს ხსენება და სადაც როცა უფალზე ალაპარაკი და მამა ღმერთზე, იახვე ახსენებენ ისინი სიტყვიერადაც. ეს მინდოდა დამატების თვალსაზრისით. მადლობა კიდევ ერთხელ.